მოგესალმებით. ევროკავშირისთვის რთულ ენერგეტიკულ და ეკონომიკურ გამოწვევებს ემატება დაპირისპირება შტატების ადმინისტრაციასთან და ვაშინგტონთან. დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას არც აქამდე ჰქონდათ სიმპათიები ევროკავშირში კოლეგების მიმართ და ალბათ ამიტომაც არის, რომ ოფიციალურ დონეზე შეხვედრები ძალიან იშვიათია. ევროკავშირთან დაპირისპირების განზომილებას ახლა ნატოსთან დაპირისპირება დაემატა. ნატოს ირგვლივ დაპირისპირება კი გერმანიაში ყველაზე მკაფიოდ იგრძნობა. შტატებთან ევროპის ქვეყნების დაპირისპირებაში გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ცენტრალური ფიგურა გახდა. ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ საჯარო სივრცეში შტატებსა და მის ახლო აღმოსავლურ კამპანიაზე უსიამოვნო განცხადებები გააკეთა. მერცმა განაცხადა, რომ ახლანდელი მდგომარეობა სხვა არაფერია თუ არა ირანის მხრიდან შტატების დამცირება. ირანთან დაძაბული მოლაპარაკებების ფონზე ასეთი განცხადება შტატებში არ მოიწონეს. პრინციპში ასეთი განცხადებები და არადიპლომატიური დამოკიდებულება არც არის უცხო დღევანდელი ევროკავშირის ლიდერებისთვის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროკავშირის პოლიტიკურ ელიტებში არსებობს უკმაყოფილება ბრიუსელის ბიუროკრატიის მიმართ. აქ მოიაზრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი კაია კალასი. როგორც ჩანს, მალე მათ რიგს გერმანიის კანცლერით შეუერთდება მით უმეტეს იმ ფონზე, თუ შტატებმა მუქარა შეასრულა და ჯარების გაყვანის პროცესიც ნამდვილად დაიწყო. ყოველი შემთხვევისთვის ჯერ მხოლოდ გერმანიიდან 5,000 ჯარისკაცის გაყვანაზე არის საუბარი. სიტყვიერად კი იტალია და ესპანეთიც დასახელდა. სამაგიეროდ ის, რაც გერმანიასა და ევროპის ქვეყნებში ძალიან მტკივნეულად აღიქვეს, არის შორ მანძილზე მოქმედი ამერიკული რაკეტების განთავსების გადაფიქრება. გამოსემა პოლიტიკოს ინფორმაციით გერმანია იმედოვნებდა, რომ მალე შტატები შორ მანძილზე მოქმედ ტომაჰავკის ტიპის რაკეტებს განათავსებდა, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების მიყენება შეეძლებოდათ. თუმცა აღნიშნული გეგმა ჩავარდა. ის დანაყოფი, რომელსაც ტომაჰავკის ტიპის რაკეტები უნდა ჩაბარებოდა გერმანიაში, აღარ გაიგზავნება. გერმანია დღეს ძლიერი გამოწვევების წინაშე დგას და ასეთი მოცემულობის მიზეზი არის ის პოლიტიკა, რომელსაც მერცი ატარებს. ეს პოლიტიკა გლობალისტური და ნეოლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებას გულისხმობს და სრულად შეესაბამება იმ მიმართულებას, რასაც ბრიუსელის ბიუროკრატია ასრულებს. ევროკავშირის დასუსტებისკენ მიმართულ პოლიტიკაში გერმანიის დასუსტება არსებითია. სწორედ ამიტომაც არის, რომ გერმანია დღეს ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური სირთულეების წინაშე დგას. ავტომწარმოებელი, რომელიც წლების წინ გერმანიის სიმბოლოდ ითვლებოდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქარხნებს ხსნიდა, ახლა ჩინურ კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და შეიძლება დრეზდენში არსებულ Volkswagen-ის ქარხანაში ჩინელებმა დაიწყონ ავტოწარმოება. Volkswagen-ში იმაზეც არის საუბარი, რომ 2030 წლამდე გერმანიაში 50,000-მდე თანამშრომელს გაუშვებენ შემცირებული გაყიდვების გამო. მეორე ყველასთვის ცნობილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი Bosch 2030 წლამდე 20,000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. აღარაფერს ვამბობთ სხვა სირთულეებსა და გამოწვევებზე. ასეთი ინფორმაციები ფრიდრიხ მერცისთვის რეიტინგისა და პოპულარობის კლების მიზეზი ხდება. თუმცა დონალდ ტრამპთან დაპირისპირების გარეშეც საკმაოდ დაბალ რეიტინგულია დღევანდელი კანცლერი. დარჩება თუ არა ევროპა ამერიკული უსაფრთხოების ქოლგის გარეშე, ნახეთ დათა გვასალიას სიუჟეტში. ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის არსებული დაპირისპირება ახალნიშნულზე გადადის. ნატოს გარშემო არსებული უთანხმოებები შტატებსა და ევროკავშირს შორის ახალი ცივი ომის სუსხს წააგავს. ამერიკული უსაფრთხოების ქოლგა, რომელიც ევროპის თავზე ნატოს დროშით იყო გადაფარებული, შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიხუროს. ჩვენ ნატოსგან დახმარება არ მიგვიღია. ნატოს დახმარება ნულის ტოლი იყო. იცით, ნატოზე ტრილიონობით დოლარს ხარჯავდით და საპასუხოდ არავითარი დახმარება არ მიგვიღია. ჩვენ ის არ გვჭირდებოდა, მაგრამ მაინც არაფერი მივიღეთ. მათ ვუთხარი, გსურთ აქ მობრძანება? თქვენ გათავისუფლებული ხართ. დაძაბულობამ პიკს შტატებსა და ირანს შორის ომის დროს მიაღწია, რა დროსაც სამხედრო ალიანსის ინერტულობამ და ცალკეული ევროპული ქვეყნების უარმა შტატებისთვის სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება მიეცა, ამერიკული მხარე ძალიან გააღიზიანა. ვფიქრობ, საშინელი შეცდომა იყო, როდესაც ნატო უბრალოდ არ დაგვიდგა გვერდით. ეს შეერთებულ შტატებს დიდ ფულს დააზოგინებს. ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიყავით, მაგრამ ახლა აღარ ვართ ვალდებულნი ეს ვაკეთოთ. რატომ უნდა ვიყოთ მათ გვერდით, თუ ისინი არ არიან ჩვენ გვერდით? როდესაც საქმე ნატოს და ასევე შტატების იმედგაცრუებას ეხება ევროპელების მიმართ, ეს ბრიუსელისთვის ცეცხლთან თამაშს ემსგავსება და ამ დაძაბულობას უფრო ფართო კონტექსტში უნდა შევხედოთ.
ევროკავშირი ისედაც უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. მიგრაციულმა კრიზისმა მოარყია მათი შიდა უსაფრთხოება. არასწორმა პოლიტიკამ ენერგოუსაფრთხოება. ხოლო კრიზისების ამ ჯაჭვმა ევროპას ეკონომიკური კოლაფსისკენ უბიძგა. And the lesson should be very clear. ევროპა ყოველდღიურად თითქმის 500 მილიონ ევროს კარგავს, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი ზრდის ფოსილური საწვავის ფასებს. კონფლიქტის მხოლოდ 60 დღეში წიაღისეული საწვავის იმპორტზე ჩვენი ხარჯი 27 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა, ისე რომ არც ერთი დამატებითი ენერგიის ერთეული არ მიგვიღია. Without one single molecule of energy in addition. დღეს კი კრიზისებისგან გადაღლილი და გამოფიტული კავშირი დასუსტების ფონზე ახალი გამოწვევის წინაშე დგება. დღეს ბრიუსელში ყველაზე აქტუალური კითხვაა, დაკარგავს თუ არა ბლოკი უსაფრთხოების ფარს. რადგან ნატო ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტია, ხოლო თავის მხრივ ნატოს სიძლიერის გარანტი შტატებია. ეს ხომ პირდაპირ უთხრა ჯერ კიდევ თვეების წინ ევროპელი ლიდერებს ნატოს გენდივანმა. And if anyone thinks here, again, თუ ვინმე აქ ისევ ფიქრობს, რომ ევროკავშირს ან მთლიანად ევროპას შეუძლია საკუთარი თავის დაცვა ამერიკის გარეშე, დაეიოცნებოს. ეს შეუძლებელია, ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. მარკ რუტეს ამ სიტყვებს ბრიუსელის კაბინეტებში ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა, თუმცა რეალობა კიდევ უფრო მკაცრი აღმოჩნდა. ევროპას, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში ამერიკული სამხედრო მანქანის ზურგს უკან მშვიდობიანად სუნთქავდა, შესაძლოა მალე ხელოვნური სუნთქვის ძიება დასჭირდეს, რადგან შტატებმა განაცხადა, რომ გერმანიაში სამხედრო ძალის შემცირებას გეგმავს. ვაპირებთ მნიშვნელოვნად შევამციროთ ჯარისკაცების რაოდენობა და 5000-ზე გაცილებით მეტით შევამცირებთ. ეს აღარ არის მხოლოდ კრიტიკა, არამედ მოქმედება. თუმცა როგორც ჩანს, შტატები მხოლოდ ჯარისკაცების რაოდენობის შემცირებით არ შემოიფარგლება და მისი გეგმები გაცილებით უფრო დამაზიანებელია ნატოს ევროპელი პარტნიორებისთვის. კერძოდ საუბარია ბაიდენთან გაფორმებული შეთანხმების ანულირებაზე, რომელიც გერმანიაში შორი მოქმედების ტომაჰაუკის ტიპის სარაკეტო სისტემების განლაგებას ეხებოდა, რაც ფრიდრიხ მერცმა დაადასტურა. დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ის გამოიყვანს 5000 ან შესაძლოა უფრო მეტ ჯარისკაცს გერმანიიდან. ევროპაში არის ამერიკელი ჯარისკაცების კონტინგენტი, რომელიც ჯო ბაიდენმა აქ დროებითი საფუძვლით განათავსა. ჩვენ ასევე მივიღეთ პირობა ჯო ბაიდენისგან, რომ მივიღებდით ტომაჰავკის რაკეტებს. დონალდ ტრამპს ეს არასდროს გაუმეორებია. ამერიკული ჯარის შემცირება გერმანიაში, რომელიც ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების ძალების თითქმის ნახევარს მასპინძლობს და შორი რადიუსის დამრტყმელი რაკეტების სისტემების განლაგებაზე უარი გერმანიაში ორ პრობლემატურ საკითხს ამჟღავნებს. პირველი ესაა ალიანსში არსებული მზარდი დაძაბულობა და მეორე, შტატების მოქმედი ადმინისტრაციისა და ბრიუსელის ევრობიუროკრატებს შორის არსებული უთანხმოება, რომელიც ანტიპათიითაც არის გამოწვეული. რადგან შტატების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საჯარო უთანხმოება პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შორის ირანის ომის ფონზე. ბერლინის ანალიტიკური ცენტრის ედინას წარმომადგენელმა კრისტიან მიულინგმა Financial Times განუცხადა, რომ ჯარების როტაცია მართვადია, მაგრამ შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობის დაკარგვა ტოვებს სერიოზულ ნაპრალს, რომელსაც ევროპა სწრაფად ვერ შეავსებს. რაც შეეხება პირად ანტიპათიას, ჯერ მერცმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპი ირანში განვითარებული მოვლენების გამო, რასაც ტრამპის მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. ის საშინლად მუშაობს. მას აქვს იმიგრაციის პრობლემები, ენერგეტიკული პრობლემები. მას ყველანაირი პრობლემა აქვს. ასევე დიდი პრობლემა აქვს უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან ისინი ამ ქაოსში არიან გახვეულნი და მან კიდევ მეგამაკრიტიკა ირანის მთელი ამ ამბის გამო. შემდეგ მერცმა უკან დახევას სცადა. ჩვენ ვინარჩუნებთ კარგ კომუნიკაციას. რის შემდეგაც პენტაგონის წარმომადგენელმა მოგვიანებით გერმანიის რიტორიკა შეაფასა როგორც შეუფერებელი და უსარგებლო. მაგრამ შტატებსა და ევროპელი ლიდერებს შორის დაძაბულობა, რომელთაც ნატო აერთიანებთ, მერცსა და ტრამპს შორის არ ამოწურულა. ტრამპს ახსოვს, რომ ესპანეთის მთავრობამ უარი თქვა და ერთო ნება თავისი ბაზების ან საჰაერო სივრცის გამოყენებაზე შტატებისთვის ირანის ომის დროს. ტრამპი ასევე დაუპირისპირდა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის და მას სიმამაცის ნაკლებობაში დასდო ბრალი. ახლა კი ეს მზარდი უთანხმოება, როგორც ჩანს, ასახვას ნატოს დაზიანებაში ჰპოვებს. თქვენი საუბრად გერმანიიდან ჯარების შესაძლო გამოყვანაზე, განიხილავთ თუ არა იგივეს ესპანეთისა და იტალიისთვის.
Yeah, probably. დიახ, ალბათ ასეც ვიზამ. რატომაც არა. იტალია ჩვენთვის არანაირი დახმარება არ ყოფილა. ესპანეთი კი საშინელი იყო. აბსოლუტურად საშინელი. იცით, ეს ხომ ნატოა. საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ ცუდად იქცევიან. სხვა იქნებოდა ზრდილობიანად ეთქვათ. კარგით, დაგეხმარებით, უბრალოდ დახმარება ცოტათი აგვიანებსო. მათ უკრაინაში ქაოსი მოაწყვეს. სრული ქაოსი. ჩვენ კი უკრაინის საკითხში ვეხმარებით. არადა უკრაინას ჩვენთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენ ხომ ოკეანე გვაშორებს. მაგრამ როცა ისინი დაგჭირდა და იქ არ იყვნენ. ეს უნდა გვახსოვდეს. ტრამპის განცხადებაზე იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯა მელონისა და ნატოს გემდივნის შეფასებებით ცხადყოფს, რაოდენ აშინებთ ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტების შემცირება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კავშირის დამოკიდებულებას ამერიკულ ძალაზე. Guardi, non le so dire che cosa accadrà. Come le ho detto ეს აშკარად არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემზე არ არის დამოკიდებული და რომელსაც მე პერსონალურად მხარს არ დავუჭერდი. As you know, as we know, there has been some disappointment. როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების მხარეს იყო გარკვეული იმედგაცრუება იმ ევროპული რეაქციის გამო, რომელიც მოჰყვა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს. მე ასევე ვიტყოდი და ამას ევროპელ ლიდერებთან ჩემი ყველა კონტაქტი ადასტურებს, რომ მათ ეს გზავნილი მიიღეს. European leaders is that რუტეს აღიარება, რომ ევროპამ გზავნილი მიიღო, შესაძლოა ზედმეტად დაგვიანებული აღმოჩნდეს. ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის გაჩენილი ბზარი აღარ არის მხოლოდ დიპლომატიური უთანხმოება. ეს არის ეგზისტენციალური კრიზისი, რომელიც აშიშვლებს მწარე სიმართლეს. ბებერი კონტინენტის უსაფრთხოება, მისი ეკონომიკური სტაბილურობა და თავად მშვიდობის ცნებაც კი 10 წლეულებია თითქმის სრულად არის მიბმული ამერიკულ ნებაზე. ევროპული ქვეყნების შეშფოთება სამხედრო კონტინგენტის შემცირებაზე მხოლოდ პოლიტიკური სისუსტის გამოხატულება არ არის. ეს არის რეალური შიში იმ უზარმაზარი ვაკუუმისა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების გასვლა დატოვებდა, რადგან კითხვაზე რა არის ევროპა ამერიკული დაცვის გარეშე, პასუხი საკმაოდ რთულ რეალობას ხატავს მათთვის. სადემონსტრაციოდ ბრიტანეთის პრემიერისა და დონალდ ტრამპის ეს შეხვედრა გავიხსენოთ. და თუ საჭირო გახდება, შეძლებთ მარტო რუსეთთან დაპირისპირებას. ამ მარტივ შეკითხვაზე კირ სტარმერის პასუხი უხერხული ღიმილი და სიჩუმე იყო, რომელიც ყველაზე მკაფიო პასუხი აღმოჩნდა. აქედან ცხადია, რომ დღეს ნატო კრიტიკულად არის დამოკიდებული შტატებზე. არსებული მონაცემებით, ნატოს მთლიანი თავდაცვის ხარჯების თითქმის 70% მხოლოდ ამერიკაზე მოდის. ევროპაში განლაგებულია 100,000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი. შტატები უზრუნველყოფს მოწინავე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს, გამანადგურებლებს და ბირთვულ შეკავებას. დაახლოებით 100 ბირთვული ბომბი გერმანიაში, ბელგიაში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და თურქეთშია გადანაწილებული. შტატების სარდლობა გაცილებით ეფექტურია. მის პირობებში ნატოს ევროპული ნაწილიც მეტად გამაგრებული. მის გარეშე ევროპა აღმოჩნდებოდა რეალობაში, სადაც კოორდინაცია მოუწევდა 23 ნატოს წევრ სახელმწიფოს განსხვავებული ენით, ტექნიკითა და გენერალიტეტით. ასევე ამერიკის შეერთებული შტატების 100,000-მდე კარგად კოორდინირებული ჯარისკაცის ჩასანაცვლებლად ევროპას დასჭირდება დაახლოებით 50 სრულად აღჭურვილი ბრიგადის დამატება, რაც ათასობით ტანკსა და მძიმე артиლერიას ნიშნავს. შესაბამისად, დამატებით მილიარდობით ევროს ფინანსებს, რაც არსებული კრიზისის ფონზე შეუძლებელ პერსპექტივად ჩანს. და ეს გამოჩნდა კიდეც მაშინ, როდესაც კავშირმა ევროპის გადაიარაღება მგზნებარე სიტყვებით დააანონსა, თუმცა ბუნდოვანი მომავლით. ჩვენ გვჭირდება ევროპული თავდაცვის სწრაფი გაძლიერება და ეს საჭიროა ახლა გადაიარაღებული ევროპის გეგმის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია მოვიზიდოთ 800 მილიარდ ევრომდე. ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ყველა ფინანსური ბერკეტი, რაც ხელთ გვაქვს, რათა გავაძლიეროთ და დავაჩქაროთ თავდაცვის წარმოება. ამისთვის ვთავაზობთ ახალ ფინანსური ინსტრუმენტ SAFE-ს, რომლის ფარგლებშიც წევრ სახელმწიფოებს შევთავაზებთ ცესხებს ევროპულ თავდაცვასთან დაკავშირებულ პროექტებში ინვესტირების მიზნით. ეს მოიცავს ახალი ქარხნების შექმნას და წარმოების ხაზების განვითარებას, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან სამუშაო ადგილებს აქვე ევროპაში. თუ ჩვენს ინდუსტრიულ ძალას სრულად გამოვიყენებთ, შევძლებთ აღვადგინოთ შეკავების ეფექტი მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენს დაზიანებას ცდილობს. დადგად რო ავაშენოთ ევროპული თავდაცვის კავშირი, რომელიც მშვიდობას უზრუნველყოფს ჩვენს კონტინენტზე, ერთიანობისა და ძალის მეშვეობით. ევროპის შეიარაღებული ძალები 10 წლეულების განმავლობაში გამოფიტული იყო. მათში სერიოზული შესაძლებლობითი ხარვეზებია. ზოგიერთს კი გაერთიანებული ოპერაციების ჩატარებაც კი უჭერს. გრენლანდიის ირგვლივ არსებულმა კრიზისმა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოაჩინა ევროპული სამხედრო პოტენციალი, როდესაც წევრმა ქვეყნებმა კუნძულის დასაცავად თითოეულა ჯარისკაცი გაგზავნეს. მალევე კი უკან გამოიხმეს. ეს კომიკურ სცენას უფრო ჰგავდა, თუმცა თუ ევროპის გადაიარაღების გეგმას პრაქტიკაში არსებულ რეალურ შესაძლებლობებს შევადარებთ, ყველაფერი ტრაგიკულობამდე მისულ კომედიას დაემსგავსება. კითხვაზე შეძლებს თუ არა ევროპა დამოუკიდებლად თავდაცვას, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი პასუხობს.
პასუხი ყოველ შემთხვევაში ამჟამად არის არა. არსებობს ძალიან ბევრი სფერო, მათ შორის ჰაერში საწვავით გამართვა, საჰაერო ტრანსპორტირება, დაზვერვისა და თვალთვალის შესაძლებლობები, სადაც ევროპას რესურსები აკლია. თუმცა ევრობიუროკრატია მაინც დაჟინებით აცხადებს. ჩვენ მივიღეთ რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც ეხება ევროპული თავდაცვის მომავლის თეთრ წიგნს და ევროპის გადაიარაღების გეგმის მზადყოფნა 2030-ის განხორციელებას. 2030 წელი შედეგის სავარაუდო ორიენტირად. ახლა კი 2026 წლის შუა პერიოდია. მსოფლიოში მოვლენები ელვის უსწრაფესად მიმდინარეობს და მოცემულობები ყოველდღიურად იცვლება. ასეთ ვითარებაში კი 2030 საკმაოდ შორ პერსპექტივად ჩანს. და აქაც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე რთულია გადაჭრით თქვა, შესრულდება თუ არა ევრობიუროკრატიის დაპირება. თუმცა რაც ზუსტად ვიცით, ესაა კარზე მომდგარი ახალი გამოწვევა კავშირისთვის, რაც ნატოს დასასრულის დასაწყისზე მსგავსება. ჩვენ ტრილიონობით დოლარს ხარჯავთ ნატოზე და როდესაც ვთხოვე მათ ჩართულიყვნენ გაცილებით მცირე სიტუაციაში, რაც არის ჰორმუზი, ისინი იქ არ იყვნენ. არ მგონია ისინი იქ იყვნენ დიდი შეტაკების დროს. შესაბამისად, ვფიქრობ, მათ საკუთარ თავს პრობლემა შეუქმნეს. მე სერიოზულად ვეკიდები იმას, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასეთ კრიტიკას გამოთქვამს. ეს რთული ვითარებაა და ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი იმაზე, რომ ეს რეალური პრობლემაა. უფრო მეტიც, ნატოს ყოფილი გენმდივანი თამამ შეფასებებსაც არ ერიდება და პირდაპირ აცხადებს, რომ არსებული დაძაბულობის ფონზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალი აღარ არის გარანტირებული. ბუნების კანონი არ არის, რომ ნატო სამუდამოდ იქნება. ქვაზე არ წერია, რომ ნატო მომდევნო 10 წლის განმავლობაში იარსებებს. ნატოს ყოფილი გენმდივნის ეს წინასწარმეტყველება აღარ ჟღერს როგორც ჰიპოთეტური სცენარი. ის რეალობაა, რომლის წინაშეც დასუსტებული ევროპა სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. ბოლო დაპირისპირება დონალდ ტრამპსა და ნატოს გნებავთ ევროკავშირის ლიდერებს შორის გამოიწვია ირანში სამხედრო კამპანია. ირანთან დაწყებული სამხედრო მოქმედებების ფონზე ევროკავშირი ორ ცეცხლს შუა მოექცა. ევროკრატებს ნამდვილად აღარ შეუძლიათ ორ სამხედრო კამპანიაში იყვნენ ჩართული უკრაინასა და ირანში. მართალია სამხედრო მოქმედებები დასრულდა, მაგრამ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა გრძელდება. სრუტე კვლავ დანაღმულია და მუდმივად ისმის შტატების პრეზიდენტის უკმაყოფილება იმაზე, რომ ევროპის ქვეყნებმა არაფერი იქნეს მის დასახმარებლად. შეიძლება ასეთი დახმარება იურიდიულად არც იყოს სავალდებულო, მაგრამ ნატოში უფროსი ძმა შტატებია. შესაბამისად, დონალდ ტრამპის მცირე უკმაყოფილებას მტკივნეულია ევროპელებისთვის. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.